აქ იყო ძალიან ბევრი საუბარი და სპეკულაციები იმაზე, თითქოს ჩვენი პარტიის ლიდერმა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა თავის ხარდამჭერებს და მოუწოდა ხალხს, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის დაეჭირათ ხარი და ეს იყო პირდაპირ შემოგდებული ჭორი, ეს იყო პირდაპირ ბოროტად აგორებული სოცქსელებში კამპანია, რომელსაც ადამიანები ზოგი შეგნებულად, ზოგი შეუგნებლად წამოეგენ. მტრები ყავს, რა თქმა უნდა, ქალბატონმა, მაგრამ მე მინდა პირდაპირ განვაცხადო ჩვენი პარტიის პოზიცია, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის პოზიცია არც ერთი ხმა ნაციონალურ მოძრაობას და ამას ხაზი მინდა გაუსვა როგორ წარმოგიდგენიათ 26 მაისის პარტია რომელსაც 8 კაცი მოუკლეს პარტია რომელსაც გადაუარა ნაციონალურ მოძრაობამ და რომელსაც დღევანდელ ცივილიზებულ სოფლიოში 59 მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებული პოლიტიკური პატიმარი ყავს ამ პარტიამ განაცხადოს რომ მეორე ტურში დაუჭიროს ნაციონალურ მოძრაობას ხარო ეს არის ტყუილი ეს არის აბსურდი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ არც ერთი ხმა ნაციონალურ მოძრაობას გმადლობთ შეიძლება ბოლოს რა უნდა გაგიკვირდეთ ქალბატონომაია განაცხადეთ რომ თავისუფლების სიმბოლოა კაცი რომელიც ცოცხის გაუპატიურებდა სოფლიო რომელიც იმასაც შუქს უნთებდა 26 მაისს ჩვენს სისხლით გადარეთული ის პოლიტიკური ძალა ხარ ქალბატონომაია რომელიც შედგება ცოცხებისგან და მედროებისგან და აქანდაზებისგან ჩაბარდა უკვე ნაფტალინით მითოლოგია არ არის ქალბატონომაია გმადლობთ მე სამი მოტეხილობი და ბატონომალის ამოვარდნას რო აღარა გვაქვს ქალბატონომაია ეს ჩვენთვის მითოლოგიაა და ქართველი ხალხისთვის ეს იყო სულში ჩაფურთება და ქალბატონომაია რაღაცის მასშტაბი უნდა არამედ მორალური განადგურება მითოლოგია თქვენთვის იყო სააკაშვილო გრძელდება თქვენ გერეუს რაზმის იმედად არ დაესმევა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქვეყანაში და თქვენი პოლიტიკური ძალით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დემოკრატიული განვითარება არ უწევია ხარ კოლაბორანტი პარტია